კარგი, ვნახოთ სიუჟეტი. უსაფრთხოების ჩაფხუტი, სათვალე, ხელთათმანები და პროფესიონალი ველომრბოლელის მჭიდროდ მორგებული ტანისამოსი. ასეთი აღჭურვილობით გზატკეცილზე ბოლოდ შეიძლება. აჭარის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს ჯონი ცილაძეს ბათუმის ახალ ბულვარში შეგირდთან ერთად ხშირად შენიშნავთ. 13 წლის ასაკში მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. კავკასიის მთებიდან ალპებშიც მოუწია რბოლა და საერთაშორისო კლასის ველოსიპედისტის წოდება მიენიჭა. ლივიაში 1984 წელს მუამარ კადაფის მიწვევით ვიყავით, იქ დავიკავე მეორე ადგილი და თქვენ წარმოიდგინეთ კადაფთან მქონდა ჩვენ შეხვედრა. ამ დროს ყველა ლიდერს, ყველა ქვეყნის თავისი ხობი აქვს და მუამარ კადაფი იყო ველოსპორტის მოყვარული ხობი იყო მისი და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ომარ ფხაყაძე 1965 წელს მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა, მუამარ კადაფი მისგან გამომდინარე თავის შვილს ომარი დაარქვა. 25 წლის ასაკში დიდი სპორტიდან წავიდა, თუმცა ისი მიღწევაც თავად ვერ მოახერხა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჯონი ცილაძეს შეგირდმა გიორგი ნადირაძემ შეძლო. მწვრთნელი პირობას დებს, რომ ბრაზილიაში მომდევნო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მინიმუმ 2 ველოსიპედისტი მიიღებს მონაწილეობას. 2011 წელს მივიღეთ ბევრ საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირებზე მონაწილეობა. დავამგურებთ საჭირო საოცნებო ქულები. დიდი ალბათობით გიორგი ნადირაძესთან ერთად ბრაზილიაში ოლიმპიადაზე გიორგი გობაძეც გაემგზავრება. გიორგი 6 წელია საბერძნეთში ცხოვრობდა და საქართველოში მწვრთნელის რეკომენდაციით დაბრუნდა. წარმოშობით ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდანაა და მაუნტინ ბაიკერის უნარჩვევებიც ხულოს გზებზე აითვისა. ყველაზე რთული არის, როშენს გონებაში ჩაიბერტო, რომ უნდა ვიყო ყოველდღე უნდა ვივარჯიშო, მაგრამ თუ შენ არ გინდა და თუ ორგანიზმს უნდა და შენ თუ გინდა, არაფერი არ არის შენთვის რთული. იყო ადგილები, სადაც მანქანები ძლივსადიან, 4-დღიანი მანქანები რო არის ძლივსადიან ისინი და იქ ბაიკით ავედი. საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი პრიზიორი, საქართველოსა და საბერძნეთში ველოსპორტის განვითარების დონეს შედარებით ობის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ აქ არსებული მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. ძალიან ბევრი შეჯიბრებები ტარდება იქ საბერძნეთში, ძალიან არის განვითარებული ეს ველოსპორტი. ძალიან ბევრი ველოსპორტსმენები არიან, მარტო ერთ ქალაქში არის დაახლოებით 7-8 კლუბიც არის, და იმედ 10 კლუბში არის ყველაში 200-300 სპორტსმენი. ძალიან ბევრი მაღაზიებია ველოსიპედის და ძალიან კარგი ველოსიპედების იყიდება. საქართველოს ცოტა ჭირს ველოსიპედების და ყველაფერი, ველოსიპედის ნაწილების ფორმები ძნელია საშუალებლად, იქ ყველაფერი იშოვნება. მომავალი წლის მაისში საგზაკეცილო ველორბოლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება და გიორგი გობაძე ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 20 წლის ველოსიპედისტი ლეგენდარულ სპორტსმენებზე აკეთებს სწორებას. ჩემი ვისაც ვაფანატებ არის ალბერტო კონტადორი და ლანს ამსტრონგი. ლანს ამსტრონგმა მოიგო ტურ დე ფრანსი 7 ჯერ. მას შეძაკიბოდა ის მოსავარცხლოში კიდევ ვარჯიშობდა ადამიანი. კიდე არის ბაიჩის სკოლის სპორტსმენი რომელსაც ვერავგეროგებს და ეგრე სხვადასხვა სახეობებშია. ტრექსის სკოლის სპორტსმენი არის ვერავგეროგებს და ეგ სამი სახეობაა რომელსაც ყველა სპორტს მისი ჩემპიონი. მომდევნო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ჯონი ცილაძის შეგირდი მიიღებს მონაწილეობას, ირანის პრეზიდენტის თასი იქნება. და მაინც გიორგი გობაძის უმთავრესი მიზანი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლა. გადასარევი ის არის ინფორმაცია